მადლობა თქვენ. კრიზისია, რაზეა ლაპარაკი, ამას ყველა ამჩნევს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ის რომ დღეს ბიზნესმენები, რომლებიც ყოველთვის კონფორმისტები იყვნენ და ყოველთვის ხელისუფლების მხარეს იყვნენ, ხმას იღებენ და ცდილობენ რომ გააპროტესტონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ესეც კი მიუთითებს იმაზე, რომ განსაკუთრებულ და საგანგებო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ესეთი საგანგებო მდგომარეობა რომ არ ყოფილიყო, ისინი ძველებურად გააგრძელებდნენ ამ სისტემასთან თანამშრომლობას. კრიზისზე მიუთითებს ისიც, რომ უკვე წარმოიდგინეთ, არა ესტონეთი, რომელსაც რატომღაც ასე იგი დასაცინად იგდებენ ხოლმე ქართული ოცნების წარმომადგენლები, არადა ჩვენზე უკეთესი ეკონომიკა აქვს, ჩვენზე უკეთესი უნივერსიტეტები აქვს, ჩვენზე უკეთესი ტექნოლოგიები აქვს, ჩვენზე უფრო შორს არიან და ძალიან პროგრესული სახელმწიფოა, ხო? შედარებით საქართველოსთან შედარებით, ხო? მარტო ესტონეთი კი აღარ ასანქცირებს საქართველოს მაღალ ჩინოსნებს, არამედ უკვე დიდი ბრიტანეთიც ასანქცირებს თავისი მთელი რესურსებით, ეს იქნება თქვა საფონდო ბიუჯეტზე გავლენა და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან ღრმა კრიზისში ვართ. ქალაქს დააკვირდით, ხო? ამე არ მახსოვს ოდესმე, ესე იგი პროფესიული ნიშნით ვინმე გამოსული იყოს, ხო, ქუჩაში. ჩვენ თუ შევეცდებოდით, რომ გაფიცული მეშახტეებისთვის სოლიდარობა გამოგვეცხადებინან რომელიმე ესეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჯგუფებისთვის, მაგრამ ეხლა ნახეთ, უკვე საშუალო კლასის წარმომადგენლები და მაღალანაზღაურებადი პროფესიის წარმომადგენლებიც კი ერთიანდებიან და ქუჩაში გამოდიან. დააკვირდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მის მდგომარეობას ჟურნალისტებისგან რომ ითხოვს შეშლილი სახით ლეგიტიმაციის აღიარებას და პრემიერ-მინისტრი დამიძახეთ. აი ამ მდგომარეობაში რო არის ჩავარდნილი. შესაბამისად, კრიზისია, ძალიან ღრმა კრიზისია, დეპოში არის დღეს საქართველოს თავისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური. კი ბატონო, ლევან, რა შეიძლება იყოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი? ახალი არჩევნები, როგორც დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. ხედავთ თუ არა ნიშნებს, რომ ხელისუფლება პერსონალურად ივანიშვილი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირი, მივიდეს ამ გადაწყვეტილებამდე, რა შეიძლება პროცესისთვის იყოს რაღაც დამატებითი ბერკეტი, რომ მართლაც ახალი არჩევნები იქნეს მიღებული და შემდეგ ახალ არჩევნებსაც ახლავს თუ არა მთელი მოყვება თუ არა ასევე გამოწვევები. მოდით თავდაპირველად აღვნიშნოთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სტრატეგია დღეს არის გაჭიანურება, გახანგრძლივება, საზოგადოების დაღლა, ახალი წელი, ინდაურის იმედად არის დღეს ბატონი ივანიშვილი და რომ აი ეს ახალწლო რაღაცა ზღვარგადასული кейფი თქვათ გააჩერებს აი ამ პროტესტს და ადრეც ყველა კრიზისი მან ესე დაძლია, რომ გაახანგრძლივა მერე დისკრედიტაციის კამპანიები, ეს თავისი საზიზღარი კანალიზაცია პროპაგანდისტული ტელევიზიების სახით და ესე ჩაფარცხავდა ხოლმე პრობლემას, მაგრამ ახლა ასეთი მდგომარეობა არ არის. კრიზისიდან გამოსასვლელად ჩვენ გვაქვს რამდენიმე ნაბიჯი გადასაწყვეტი. უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა გვანახოს, რომ იგი დიალოგისთვის არის მზა. და დიალოგისთვის მზაობა იმით კი არ უნდა გვაჩვენოს, რომ აბა მოდით და დამელაპარაკეთ შოთა არველაძე. აი ეს მინდოდა აუცილებლად მეკითხა, კი ბატონო, აი ეს შენი ახლობელი ვინმე წამოიყვანა ერთი ქურდი, ერთი განაბი, ერთი პოლიტოლოგი და გავარჩიოთ საკითხი, ესე არ წყდება პრობლემები. გუშინ მაგალითად ანთროპოლოგმა გიორგი ღვინჯილიამ თქვა, თავარი წინაპირობა, რომ დიალოგი დაიწყოს ამ ქვეყანაში არის ის, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. ის დამნაშავეები, რომლებმაც გადაუარეს ფეხით ქუჩაში ადამიანებს, წაქცეულს წიხლი უტყეს კბილებში, მალები დაამტვრიეს ადამიანებს. 400-ზე მეტი ადამიანი არის დაკავებული დემონსტრანტების მხრიდან. რომელი სამართალდამცველი არის გასამართლებული? რომელ სამართალდამცველს მოეთხოვა პასუხი იმ სიმხეცეზე, სისასტიკეზე, არაადამიანობაზე, სიტყვებიც კი არ მყოფნის იმის აღსაწერად, რაც გააკეთეს. დასჯა და დაკავებულების გათავისუფლება როგორც დიალოგის წინაპირობა, ასე ხედავთ? დიახ, დიალოგის წინაპირობა არის კიდევ ერთი. ეს პრემიერ-მინისტრი ამ დიალოგს ვერ წარმართავს. ბატონ ივანიშვილს რეზერვში 1-2 კადრი ყავს, ისინი უნდა გამოიყვანონ
წინ ასპარეზზე და მათთან კიდევ შეიძლება რაღაც დიალოგზე წასვლა. მისხედავთ თქვენ სარეზერვო კადრებში, ლევან, საინტერესოა. ძირითადად ესენი არიან, თქვათ, მე ვერ ვხედავ თვითონ შეარჩიონ, მაგრამ არის ეს ლიგუაშვილზე საუბრობენ და ბატონ ლიგუაშვილი ამასთან შედარებით დაალაგებულია და ჭკვიანია და ჭკუა მოეკითხება. და შეიძლება მასთან ლაპარაკი. მაგრამ ამით არ მთავრდება დიანა ყველაფერი. ნაბიჯები არის გადასადგმელი ოპოზიციის მხრიდანაც. დღეს ოპოზიციურ პარტიებს ბევრი საქმე არ აქვთ. გარდა იმისა, რომ საღამოობით დადგნენ მიტინგზე და ინტერვიუები მიცენ ტელევიზიებს. ოპოზიცია უნდა გამალებულად მუშაობდეს, თქვათ, როგორ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივებზე თუ როგორ უნდა შევზღუდოთ, თქვათ, ზეწოლა საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებზე არჩევნების დროს. ამის მექანიზმი ჩვენ წინას წარმოფიქრებული უნდა გქონდეს. როგორ უნდა შევზღუდოთ, თქვათ, პოლიციის და უშიშროების ჩარევა საარჩევნო პროცესში. როგორ უნდა შევზღუდოთ, თქვათ, გაყალბების თუ მანიპულაციის სხვა მექანიზმები. ეს, ასე ვთქვათ, სისტემები, კანონები უკვე მოფიქრებული უნდა გქონდეთ ოპოზიციონერებს, რომ ჩვენ ადამდელი არჩევნები მოვითხოვოთ და მზად გქონდეს ინსტრუმენტები, რომლითაც ასე ვთქვათ, შევზღუდავთ იმ მანიპულაციას, რომელსაც გასული არჩევნების დროს ოცნებამ ასე ვთქვათ მიმართა. ანუ ერთის მხრივ ოცნებას აქვს ნაბიჯები გადასადგმელი. ახლა რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, ვინ რა ფორმაში შეხვდება ამ არჩევნებს, ანუ ესეც არის ალბათ კითხვა. მე ვინ რა ფორმაში შეხვდება არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, რომ ქართულმა ოცნებამ ადამიანები ვეღარ მოისყიდოს და ვეღარ დააშინოს. ამის მექანიზმებია მოსაფიქრებელი, რომ მე მჯერა, რომ შეიძლება საქართველოში ძალიან მალე ადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ეს მექანიზმები ჩვენ მზად უნდა ვქონდეს. რა გაძლევთ ამ რწმენის საფუძველს, ლევან? ამ რწმენის საფუძველს მაძლევს აი ეს სრულიად დეზინტეგრირებული, შეშინებული, კუთხეში მიმწყდეული და არაადეკვატური ხელისუფლება, რომელიც ყავს. ნაბიჯებს რო ვერ დგამენ, ყველაფრის რო ეშინიათ და ძალადობის მეტი ადამიანების დაჩაგვრის, შეურაცხყოფის, დამცირების, წამების, გაუპატიურების ბუკარის გარდა სხვა ინსტრუმენტი რო არ დარჩათ. ესეთი ხელისუფლებები არიან სწორედ კუთხეში მიმწყდეული ხელისუფლებები. მთავარია, რომ მათ ამ კუთხიდან გამოსვლის საშუალება არ მივცეთ, ხო? აი, როცა 2011 წელს იყო ეგრეთ წოდებული ბალოტნაია რუსეთში, აი მაგ დროსაც იყო კუთხეში მიმწყდეული პუტინის რეჟიმი, მაგრამ გამოაღწია ამ კუთხიდან და დაამყარა ის ლამის ტოტალიტარული რეჟიმი მთელს ჩვენს ჩრდილო მეზობელ ქვეყანაში, რომელსაც დღეს ვუყურებთ. ანუ ეხ არის გარდამტეხი მომენტი. ჩავარდა ბალოტნაია, ტოტალიტარიზმი დამყარდა რუსეთში. ჩავარდება ეს პროტესტი, თქვათ, საქართველოში. მაშინ გადავდივართ ჩვენ ავტორიტარიზმის ახალ ეტაპზე, რომელიც იქნება გაცილებით სუსხიანი, გაცილებით მტკივნეული თითოეული ჩვენგანից. კი ბატონო, ლევან, ერთია თქვენ რაში ხედავთ ახლა კრიზისის ნიშნებს, მეორეა თავად როგორ აღიარებენ ამ ყველაფერს. თქვენ ახსენეთ ივანიშვილი, რომელიც ახლა ბევრი ფაქტორის იმედად არის, მათ შორის ინდაური და ასე ვთქვათ ის, რომ გაიწოვს, გაილევა და სადღაც გაჩერდება. ფაქტია, რომ მისი ტაქტიკა არის კრიზისებით დაძლევა და მაშინ, როდესაც ოცნებას ლეგიტიმაციის კრიზისი ჰქონდა, სადავო ლეგიტიმაციის პირობებში იყო და თითქოს ამის ამოვსებაზე უნდა მიემართა ძალღონე. ჩვენ ვნახეთ 28 ნოემბრის ბრიფინგი, რომელიც მოდი ვთქვათ შეიძლება ამ ტიპის კრიზისი არ ელოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელოვნური პროვოცირება იყო საზოგადოების. აი, რა ტაქტიკას როგორ აფასებთ აი ამ ივანიშვილის ტაქტიკებით ბრძოლას, რომელსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ? შეიძლება ესეთმა ტაქტიკამ გაჭრა 5ჯერ და 6ჯერ წარსულში, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. ყოველთვის ერთი და იგივე მეთოდით კრიზისის თავს ვერ დაახდებს ბატონ ივანიშვილი. თან რაც მთავარია, იგი შეეხო უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს. ბოლო, რა ვიცი, 300 წელია თუ მეტი არა, ყველა პროგრესული იდეა საქართველოში მთლიანად დაკავშირებული არის, ვთქვათ, დასავლურ ინტეგრაციასთან. ბოლო საუკუნეა, პირველი რესპუბლიკა იქნებოდა ეს 90-იანი წლები თუ შემდგომი, ესე მთავარი იდეა ამ ქვეყნისა იყო
თქვათ ევროპული ინტეგრაცია. რო არ წავიდე ხა ფარსმან ყველამდე და სულხან-საბამდე, ხო? ანუ ეს არის ჩვენი დნმ-ის ნაწილი. რომ საქართველოს მიისწრაფის დასავლეთისკენ. საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვა განაპირობებს ჩვენს მნიშვნელობას კავკასიაშიც. სომხეთს რატომ ჭირდებით ჩვენ? ჭირდებოდით აქამდე და იმედია მომავალშიც დავჭირდებოდით, რომ რუსეთისგან განსხვავებულ ორბიტაზე ვიყავით, სხვა სივრცეს ვცდილობდით, რომ მიგვეკუთვნებინა ჩვენი თავი, რატომ ვერ ბედავდა აზერბაიჯანი აქამდე ესე მკაფიოდ ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში? იმიტომ რომ ჩვენს უკან იდგნენ ასე თუ ისე, ხანდახან სუსტად, ხანდახან ძლიერად ევროპული ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები ალიევის მხრიდან თქვენ ეს ამადმი დიახ. საერთოდ ყველაზე სახიფათო ლიდერი დღეს საქართველოსთვის მის ირგვლივ პუტინის შემდეგ, რა თქმა უნდა, დღეს არის ბატონი ჰეიდარ ალიევი, ილჰამ ალიევი. ამას ვამბობ მე ძალიან დიდი გულისწყივით. იმიტომ რომ აზერბაიჯანი ჩვენი მოძმე სახელმწიფოა, ჩვენი, რა ვიცი, ლამის სისხლი და ხორცია, ხო, ჩვენი ძმები არიან ამდენი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ ილჰამ ალიევმა გადააბიჯა ყველა ზღვას. ის საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, ის ერევა ქართულ ევროპულ ურთიერთობებში. აპროტესტებს ამბობენ დასავლელ ლიდერებზე და ორგანიზაციებზე, რომ ისინი ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში. ხო და სამასობაში მგელი მოდისო, აი ამის ძახილში მართლა მოვიდა მგელი ოღონდ სხვა მხრიდან აზერბაიჯანის ლიდერის სახით, რომელიც ფაქტობრივად დღეს ომში გამარჯვებულია. ავტორიტარული ლიდერია, ფინანსური დახმარება აქვს, ფინანსური რესურსები აქვს, თურქეთსა და რუსეთს შორის ლავირებს, იქ სომხეთს ავიწროვებს და ლამის დერეფანს თხოვს, მას და უკვე ჩვენზეც გადმოერთო. იმდენად დაგვასუსტა ჩვენ დასავლეთისგან დისტანცირება, რომ ჩვენს შიდა საქმეებში ერევა დიქტატორი, დინასტიური ავტორიტარიზმის მშენებელი. აი ქართული ოცნების სუვერენიტეტი, რომ რუსეთი კი აღარ ერევა მარტო ჩვენს საქმეში, ან მაგათ რო დაუჯეროთ თურქეთი და დასავლეთი, უკვე აზერბაიჯანი გვიყენებს ჩვენ ნორმებს, ვის როგორ უნდა დაველაპარაკოთ, რატომ უნდა დაველაპარაკოთ, USAID უნდა შემოუშვათ თუ არა და ასე შემდეგ. ძალიან სახიფათო ვითარება შექმნეს მათ აი ამ ფორმით საქართველოში. მაგრამ აი რას ვამბობდი მე ჩრდილოეთ კავკასიელებისთვისაც საქართველოს რითი არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ დაკავშირებული ვართ ევროპულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცესთან და საქართველოს არის ხოლმე ფანჯარა ჩრდილოეთ კავკასიისთვის ევროპაში გასასვლელად. მათ აქვს სხვა ფანჯრები იქ არაბეთთან, სამხრეთის ქვეყნებთან, მაგრამ ევროპასთან ფანჯარა არ აქვს და ეს ფუნქცია საქართველოს ჰქონდა. და აი ამ ფუნქციას გვართმევს დღეს ცივილიზაციურ მნიშვნელობას ამ რეგიონისთვის, რაც ჩვენ გვაქვს, გვართმევს დღეს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა და ბიძინა ივანიშვილის პირადი კეთილდღეობისთვის მთელი სახელმწიფო აპარატის მუშაობა. ლევან, ძალიან დიდი მადლობა და მოკლე რეზიუმეს სახით დავამატებ რა, ერთი სათქმელი მაქვს ძალიან მოკლედ. ეს TBC ბანკზე და საქართველოს ბანკზე ბევრს ვლაპარაკობთ საქართველოში და მათ გავაკრიტიკებთ მომავალშიც ძალიან ბევრჯერ, მაგრამ არავინ არაფერს არ ამბობს Liberty ბანკზე, ან ხმამაღლა არ ამბობენ ამას, რომლის მფლობელი ასევე ტელეკომპანია იმედის მფლობელიც არის და ეს არის ბანკი, რომელმაც გაატყავა 9 პირი ტყავი გააძრო პენსიონერებს, აშიმშილა პენსიონერები თავისი სასესხო ხელშეკრულებებით და ასე შემდეგ და ხვალ პირველ საათზე არის ამ ბანკთან დემონსტრაცია და ხშირად იმეორებენ თქვენი რესპონდენტებიც და სხვაებიც, რომ რატო არ იფიცება საქართველო, როგორ გავიფიცოთ, როცა გაფიცვის უფლებაზე ვლაპარაკობდით, იმას გვეძახდით ბოლშევიკებს, როცა საგაფიცო ფონდებს ვქმნიდით, ერთი თეთრი არ იწყებოდა იქ და დღესაც გაფიცვის მთავარი წინაპირობა არის ვალების გადავადება. გადაავადებენ ბანკები ვალებს. ხალხს უფრო მეტი რესურსი ექნება, ბორკილებისგან გათავისუფლდება და უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ საპროტესტო დემონსტრაციებში. ლევან ლორთქიფანიძე გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში, მას დავემშვიდობები და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.